დაიცის ახლა ნაზიმა გახაბერიძე ჩობანმა ტყეში ამოსულია შეხედე ხალის ვერ მეიყვანა ფული არ აქვს და ოქროობა ურუღიდა ხალს რა იცის რა იმ კაცს გეკითხები ბლაგ 2000-ზე ართვეს ახლა 500 ჩობანია ტყეში ცხოვრობს ქალაქი ჩამოდის წელიწადში ერთი და პილარამ აიღიდა 10 წლის უკან მაცა ღობე გააკეთო 100-ია და ახლა ბატონო თქვენ სოფელგორი მე ვარ საბუჩი დავით გაბიტაძე ქვია ასლანი და მიძახი ანგლიჩკა წვერა და მე თავრობის კაცი ვარ თავრობას ვეხმარებოდი და ვაკეთებდი მაგრამ 10 არ მოვდორ ხეობაში არ მოვდე გვერდში ხომ მედექი 10 всё თესობეს უჯახი არ მოვდორ მე სოფელში ბლატის მაგ დავერიაც მაგ და კაცის ვარ როგორც ვიდეოდან გამოჩნდა დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ამ ვიდეო გოლის გმირი აჭარაში ცნობილი არა მარტო აჭარაში არამედ მთელ საქართველოში ასლან გაბიტაძე იგივე წვერა მოგესალმებით ბატონო ასლან დღეს ბატონი ასლანი გველაპარაკება თავისი სოფლის თავისი კირნათის პრობლემებზე იქ მოსახლეობის პრობლემებზე და თქილად იყოს აჭარის ხელისუფლება დღეს მე მგონი დღეიდან ვიწყებთ აჭარის ხელისუფლების დამხობას მე და თქვენ ბატონო ასლან თუ დავით როგორ წვერა ბატონო წვერა შენგენ აცვალე აბა ერთი მოკევით რა ხდება რატო ხართ ასე გაბრაზებული თავრობის კაცი ხართო ნაციონალები თქვენი ეს ნაციონალების დროს იყო გადაღებული და თქვენი მეძე იყო ნაციონალური მოძრაობა სოფელ სალმები ჩემს საქართველოს აჭარას ჩემ მეზობლებს ჩემ ნათესავებს ყველას კარგობას ვისურვებ ჯანმრთელობას და მომავალ ახალწელს ულოცხავ მე მისათვის მოვედი აქანე რომ არ არის სიმართლე დღესდღეობით პირადად სხვაგან არ შევეხები დავიწყებ აჭარიდან სოფელ გირნათიდან სოფელი გირნათი ოდითგან იყო გამთქმული სასაზღვრო ზოლი და ყველაფერი ჰქონდა ჭამა სმა ყველაფერი მაგრამ კომუნისტები წევიდნენ არც გჭიროდა მაგრამ ახლა მოვიდნენ კომუნისტებზე ვარესი ხალხი ახლა რომელი ახლა თუ არა ნაციონალების დროს როდესაც შემოვიდნენ კირნათში ყველაფერი დაგვირდნენ ჩვენ ნაციონალებმა გვერდში ვედექი მე მართალია არჩევნები იყო თუ რაღაცები იყო თუ სოფელში დებოდა თუ არა მაგრამ ისე უდროვოდ გაგვიყიდეს კირნათის წყალი ხრეში ყველაფერი რომ ვერ მივხვდით ახლა აჭარაში ვცხოვრობ და აჭარას ჰქონდა თავისი მიწა წყალი ხე ტყე ბახჩას ვიტყვით და ქონდა ჩვენი საკანონმდებლო და კოლექტივი იყო და კოლექტივმა წაგვართვა ველოდით რომ ეს თავრობა მოვიდოდა თუ ის თავრობა მოვიდოდა ნაციონალები ჩვენ მიწის რეფორმებს გააკეთებდა და გეუფორმებდით ვერ გეუფორმეთ ვერ ვერგენით მე ბოლოს ავდექი სააკაშვილის დროს აჭარის ბაბუის დროსო ინტერნეტის ბინები და დაეშალენ და 25 მოსახლე შევასახლე მე ავდექი ხიდები რომ არის მაჯახლიპის ჩემი წამოწყობილია ყველაფერი გავაკეთე მაიხიდები მე საათები მათთან ნაწილენ მე ხიდზეც არ ჩავმიშვენ მე მეორადაც გავხსენი ხიდი მუსიკით დავით გადავუკეთე ხიდი 12 საათზე რომ უშიშობას არ დაეჭირა ჩემი თავი და დუდუგებით გავხსენი ახლა მიშას დროში მოვიდნენ როდესაც თურქები შემოვიდნენ კირნათში მე მაგათ შევებძოლე პირველი მე შევებძოლე ხო და იქით აკეთა მე ვეკითხები თურქს და ელოშვიცას ბატონ ელოშვიცას შევეკითხე ვინა ახლა ელოშვი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც ვუთხარ რომ კირნათში რომ ჩამოხვედი და აი ბორბალი დაიბრუნოს მე ვუთხარ კარუსელი ამაზე დოლარები რომ წამოა წყალის ქვეშ მე ვუთხარ სოფელ კირნათს ჭირია თუ არა მე ვუთხარ იგი რა ქვია დახმარება კიო მითხრა რა დახმარება მარტო იქანე გვეთხრიშებში სოფელი ხო იტყორება სოფელი ხო ნისლის ანუ ელექტროსადგური რო შედება იმაზე არა მაგისთვის ველაპარაკები და ვუთხარი რომ რაფერა მაისაქმე მოვუთხარ არ დამოგცეთ ერთი 300 კილოვატი სოფელ კირნათს რომ აქანე კეთდება გესი და ვიტყორებით და 300 კილოვატის ზევით იყოს გადასახადი 24 კაპიკია თუ 40 მაგრამ 300 კილოვატამდე გლეხმა არ გადაიხადოს ფული რა სტალინმა რომ გაკეთა ბაჭახელს გესზე უფასოდ იყო ჩვენთან სინათლე ხოდა რა მიპასუხა მაო თავრობის გასარკვევიო მაშინ და მე ასე ვუთხარი
სიტყვა სიტყვით მივიორებ რაც უთხარიკა. იყო ბატონი ანზორი საწყალი რომ მოგდა იგი იყო აგერ მინისტრსაბჭოდან იყო ჯალაგანია სხვები იყვნენ მეერთი სამი კაცი მეხლა და რომ უთხარი ზევით პარკი გააკეთეს მე უთხარ შვაში ზოპარკი ქვეთ თურქი მე უთხარ საწევიდე მაშინ მე უთხარ თუ მაიმუნი ვარ დედას გიტირებს მეთქი უთხარ და ამაზე გამაჩერეს და მე დამპირდა მაგრამ რომ იგიო რაკნეს ახლა და სიმართლეში ვილაბარაკოთ კაცო ათუნდა ეგ მიდება მოდება საერთოდ ეკონომიკის სამინისტრო მაგარი არ ეხებოდა შემოვიდა ეკონომიკის სამინისტრო შემოვიდა და ეს დაიგავეს რომ დაიგავეს სამ ლარში გავყიდეთო ხეობაო და მათ ამბობენ და ხელვაჩავის პავილიონი გაყიდეს ლარში რომელიც ახლა თურქებმა იგი აშენეს მე მივცემდი 42 კვადრატზე რაღაც არაში კიდევდნენ მაგრამ თურქს მიელაპარაკენ იქეთიდან შეეგრენ ლარში გაკეთენ დანარჩენი ჯიბეში წაიღეს აჰა რა დახრან მითხარ მაგი რომელმა მთავრობამ ქრა ვაი მიშასტროში იყო აჰა სააგაშვილმა ქნა ბევრი ვიყვირე მოგახუჩებდო მითხრეს ეს ყვიროდი და მივაწვევოდი ჩემსაც მაგრამ გადავჭი ახლა თუ გამოსწორდა სიტუაცია ახლა სიტუაცია არ გამოსწორდა იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიძახით მოვიდა ოცნება მოვიდა იგი მოვიდა იგი ეს ტყვილია აფიორა ხელვაჩავში კიდევ არის კადრები დარჩენილი რომელიც არის ნაციონალები ძალიან ბევრი აჭარაში არიან დარჩენილი ნაციონალები რომელებიც თვითონ გამანდობენ მაგალითად ახლა მე ნადიმ ვაშანიძეს ვთხოვე ხალვაში ნოდას კინაჩი ტყეში წამყვენ ტრაქტორებიც მომწენ გამაწმენდნენ ხელვაჩავის თორმა მაგრად მეხმარა და სამალი რამე არა იციან მათაც მაგრამ შითხელს მიშნიან ბევრი მაგალითად სოციალ დაუცველებაზე ვილაპარაკოთ ჩემი ოჯახი რომელიც მე ვცხოვრობ ხელვაჩავში ახლა ამჟამად ჩემი შვილი ავადმყოფია ორი სტენდი აქვს შვაში აქვს იგი გულზე 6 ჩაქცევა აქვს ხო და რომ მეხვიდე და გედეიღო მისი ცხოვრება ყავს შვილი ბევრი არიან 6 სული არიან ვის არ მიწერეთ ვის არ უთხარეთ მაგრამ საშველი არ დადგა დახმარება და პოლიცია არ მიცენ რატომ და ახალი მოდა შემოვიდა აფეს მე ახლა გევკითხე ისე მგონია ინტერნეტში რომ იცლიან ფულებს და იქ მეორე ჩიპიც აქვანი ის მგონი და მეორე ჩიპს ჩადებენ და რა ჩვენებს და ფაქტურად რომ გედეიღო სურათი ტელევიზიით დავით ყველაფერი ფაქტზე ჩანს ახლა ევიღოთ კინათის ეკონომია აგერ მიწერია პირველი ასფალტი რომ გადავკეთეთ გზები ამაზე წინ მთელი თავრობა გავაფრთხილე რომ ის იყო თურქების დასასხმელი აჯარიწყლიდან მაჭახლისპირამდე 4 კილომეტრი მათი გაბუჭებული მათი დანგრეული თუ აჯარიწყლამდე დიდვანი მაშინები გზას ვერ ანგრევს მაჭახლისპირიდან აჯარიწყლამდე დაანგრევს არ დაანგრევს ახლა გაკეთეთ სიაფანზე ერთი 10 დღის უკან რაღაცა წუსვეს წამოუსვეს და ახლა მგიარო კიდევ ვერ გია დაინგრა ოფიციალური ასფალტი და გაკეთეს თუ მაგას არ გაკეთებენ მე ახლა მაჭახელას ხეობა კინათის დიბგანის ხეობას შევყრი ავდგები და რამდენ ხანს აძლევ ახლა ვადასამ ხელისუფლებას თურქებთან გვექნება ჯახი როგორი მიზნით ახლა თურქებთან მოდი ახლა მაყურებელს აუხსნათ მაგრამ თურქებთან რატო გაქვს რა შვებიან ეს თურქებს რა უნდა კინაში მაგ თურქებს დავალეს რომ რადგან თურქებმა გაქვს რატომ რა შვებიან თურქები აშენებენ გეს რომელმაც ხალხს ატყავებენ ნისლია ვერ გიარ უკვე ხო და მე მიდის იგი გზების გაბუჭება თუ გააბუჭა გააკეთოს კაცო ვის გაბუჭებენ გააკეთოს მაგარი ხელმძღვანელი მიიღოს ხომ გააკეთებს არ აკეთებს მე ასიანა 1 წელია 2 წელია ატყვილებენ ამ ხალხს რომ კომპენსაცია დამოგცეთ კომპენსაციაო არავის არ მიცენ კომპენსაცია ახლა აგერ ეიღე ესაც ითელაძე დურმიშხანს ითელაძისა აქ არის რომელიც მოვიდა რაიონში ყველაფერი რადგან ეს შტერი იყო და ვერ გეიფორმა შტერი რატომ იყო ატონა ვერ ამის პატრონზე და ადგა და ვერ გეიფორმა ყველამ გეიფორმა სხვებმა მისი ადგილი ბაბუამისის ადგილი მაგრამ ვერ გეიფორმა ამაზე წიწეს და
გაჭირვებული ოჯახის სურათიც არის აგერ დანგრევლის სახლი. ვიცი 4 შვილი ყავს მაგას. 4 შვილი გაჭირვებული, ჩამოვდა ჯონდი ბაღათურია, კუკავა, ვინ არ მყავდა თბილისიდან იქიდან ყველამ დამპირდა და თელაშვილზე მისლამდის, ყველამ დამპირდა დეგეხმარებითო. ხო და არავინ ადგა ბოლოს ადგა და ხელვაჩავის რაიონის ხელმძღვანელმა ნადიმ ვაშანიძე ხალვაში დეპუტატმა უმაღლესი უმაღლესი ხო და იმათ აწიან დამეხმარენ და გააკეთეს აქტები, გააგზავნეს კომისია, ყველაფერი, ბოლოს თბილისმა გამეითხოვა დაავალეს და თბილისმა გაიტანა ესე და მოვიდა პასუხი რომ თქვენ მალე თანხას მიიღებთ და რომ ახლა მეორეჯერ რომ დაიწყო კომპენსაცია იმ საქმეში ოურიან და მისი საკანონმდებლო მონაკვეთი გუგდა უკვე და აძლევენ ამ ხალხის ერთად ის მისი რომელიც იყო ნაღდი საკანონმდებლო მონაკვეთი და ცოცხლობდა იმით. აგერ წერია ყველაფერი. ყველა საკითხი რაიონისა ყველაფერი, მაგრამ არ მიწეთ. მაგრამ კალაძეს ახლა მე როგორც ფეხბურთელი მიყვარს, მაგრამ ძველად იტყოდნენ რომ ტრაქტორის ფეხბურთელს გემზე მიცურავდაო, არჩევნებში კომუნისტები ხმას არ აძლევიებდნენ. იმიტომ თავი კონდნენ ნარტყამი და არ აძლევიებდნენ. ხო და ეს იმიტომ დაემართა წითელაძეს. ო ეს არა ერთი მოდი კარგად გავარკვევ. დურმიშხან წითელაძე რაში არის ახლა ვერ გავიგე მე. რაში არის და აქ ადგენათა მიეცენ თავიდან რაც ეკუთვნოდა მას. ხო და რო შეეშალათ კიდე რატო არ აწუხებთ ამ იმას რა. ახლა შავაწუხეთ და ახლა რაღაცა სიები გაკეთდა იქით-აქეთ გადაცემა არ იქნა. ერთი წელია მიდი და არ იქნა 91 კაცია თურქს ვერ ეგეცენ ვერ დახაზენ და მიეცენ რომ ხალხს ეგეცენ ფული. რომ იანვარი მოვიდა ხალხს უჭირს შეშა არ აკვან რამე არ აკვან. ახლა მოვიტანეთ შეშა. ახლა ზამთარში მომისმინე დავით. ახლა შენ ერთად ყვები ყველაფერს, გამიგე ხო და თემებიდან თემებზე ჩქარა გადადიხარ. ამიტომ ჯერ ამოვწიროთ ერთი თემა, მერე გადავიდეთ შემდეგ. ახლა ამ კომპენსაციაზე ამ დურმიშხან წითელაძეზე რომ აერიათ მაგათ. ახლა მას ხო არ გავაჩერებთ არა? მოდი ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ამის შესახებ ლაპარაკობდით კიდე შარშად, როდესაც ჩვენ პირველი ექსპედიცია მოვაწყეთ სოფელ კირნატში, მაშინ ესე იგი ამ ადამიანს ყავს 4 მცირეწლოვანი შვილი და მოძებზე შემდგარი ძალიან ძველი ხუთი აცხოვრობს ახლა 300 ლარს უხდის თავრობა სხვა სახში. აწიე და მისი ფული მიეცი და თავრობიდან 300 ლარი რა გუდუხადო კაცო. ხო, ესე იგი არც მიწა, არაფერი არ აქვს ამ კაცს, საერთოდ როგორ ალბათ აქვს ეს სოციალური სტატუსი. სასუზი განიშნა. ხო და ესე იგი ასკარი არ უნდა კაცო ბოლო-ბოლო მიწა მიეცი, ხო შეიძლება უფრო მეტი გააკეთოს ამ კაცმა მის მიწაზე, ხო? განიშნა. ხო და ასე დღეში არის ეს დურმიშხან წითელაძე და თურმე ახლა არევიათ კიდე ეს საბუთები. ამიტომ ბატონო დავით, მე თქვენ გთავაზობთ, მოდი მე და თქვენ მივხედოთ ამას ერთად საქმეს. მოდი ნახოთ ჩავჯდოთ მე და შეხელი ნახოთ ისთან და ჩადიდო ბატონი არჩილ ხაბაძესთან მქონდა 7 ჯერ შესული ვიყავი ქვევითაც არის კადრა ჩამოსვლა 10 შინით მიმიღო 10 გარეთ მიმიღო ახლა მე მაგას არ დავი მე აჭარაში არ მგონია მინისტრი იყოს თუ მაღალჩინოსანი რომე დავით გაბიტაძეს მიღებაზე და რამე დახმარებაზე უარი უთხრა მე არ მეგულობს გარდია არჩილ ხაბაძეს იმიტომ არ ვაწყობ ვარ იმიტომ მაიქალიკაცია აღმოსავლეთის კაცია დანიშნეს იმისათვის რომ აჭალებს თავი მოგვაჭრას ძირიდან ახებს ხაბაზმა და კინაში ჩიგვიწერეს 48 თურქი ხო და ხმას მიწერე კინაში ლიმენა მარადგინაში 48 33 რვა არის კინაში ჩაწერილი თურქი ოფიციალ თურქი ადვეს სპისოკი ნახეთ და თელი ამბავს სახლი კარი აქვს იქ ამ აი სახლი კარი არის ჩაწერილი ამ პროცესებში და მალე კიდევ 10 თუმატებენ და კინადი შეერთება გამაგამოდი. ეს უნდა 21 წელში რომ შეერთდეს და ეს უნდებიან მაგას. მაგრამ არჩილ ხაბაძემ კინას ვაფშე არ მიხვედა. ძალიან არ მიხვედა. მე მაგალითად რაიონის ხელმძღვანელობაზე ალბაზები. თუ არჩილ ხაბაძემ რაიონის ხელმძღვანელობას მხარი არ უჭირავ ნადიმ ვაშანიძეს, ნოდარის, ყველას, ხო? მაგი რასიზამს ახლა მან ვერ იტყვის ნადიმ ვაშანიძე, არჩილ ხაბაძე არ მეხმარებაო. ვერ იტყვის. ნო, ეშინია. არ ეშინია თუ ეშინია ვერ იტყვის, ვიცი ხო? მაგრამ მე ხომ უყურებ. კაცი ამოდის ვაშან, ნოდარ ვაშნისი, ნადიმ ვაშანიძე, სოფელში ხალხს დუდგება, დაპირდება აკეთებს. მაგრამ ყველაფერს ვერ აკეთებს. ახლა დაიწერა აი ნადიმ ვაშანიძე ვინა ერთეულს. რაიონის გამგებელი. აჰა, ხელვაჩაურის გამგებელი. რაიონის გამგებელი მოადგინა ნოდარ ხალვაში.
ხო და ეგენი კი ეხმარებიან ამოდიან კინოში ახლა ბავშვთა ბაღი ავაშენეთ რაღაცა ავაშენეთ ეკლესიაზე და ლაპარაკი კიდევ არ იქნა შეიძლება ეკლესიის ამ ადგილი უნახა იქა მამაო თედორია მოვიდა იქა ადგილი არ ნახული უკვე და იწყებთ ეკლესიის შენებლობას ხო მაგ მოგვიანებით ვილაპარაკოთ მე ეს ამოვიდა ეს ნადი ვარშალიძე და მე ხმარა ხალხი გამეუყვა იგი დაგეტა ხალხი მიდიოდა თვითონ ფეხით რომ 100 კაცია მხედ დაეჭირა და შიშა მეეტანა შეშის მოტანა როგორ ხდებოდა ისი სოფელში ჩემ დროს ახალგაზრდობაში და ყოველთვის 3000 კუბომეტრი ჭირდებოდა მარადით კინაც და როდესაც შეშაზე მოდიოდა ხალხი აპრილში ახლა დეკემბერში დაგეგმავდნენ აპრილში გამეიტანდნენ საკითხს დანომრავდნენ და მაისი ივნისი მეიტანდი შეშას ახლა რომ კაც ტყეში გუშვებ თოვლია მაშინა გადავარდეს მერეხვა მე ვერ შედიხარ იმიტომ პარკი გახდა ახლა უშვებენ ახლა თოვლი მოვიდა მე დარტეს ნება და 20 დღით ადრე გუშვენ და 20 დღით ადრე გვიან გუშვეს ხალხი ახლა მაგალითად არის ცინცაძე გია გუშინ იყო ტირიში ჩემთან და მელაპარაკა წამყვე ხვალ რაიონში ორშა ცინცაძე გია სად იყო ტირიში შევხვდი გუშინ მე ტირილი მარტო ჩვენთან იციან რა არის ანუ სატირალში ვიყავით ხო და სატირალში ვიყავით ხო და იქანე მითხრა რომ რაღაცა დემეხმარა მამისმა მე უთხრა რომ დაწერე განცხადება ორ შაბათ 10 საათზე შევხვდეთ რაიონის გამგეობაში ევიდეთ ვარშალიძესა და ის ძველი ბებერიომ არის ჩვენთან სატყეოში ძველი მინისტრი იყო მესხი მიშა სად არის მესხი ხელმძღვანელი სატყეოშია ძველი მინისტრი იყო ახლა პენსიონერი კაცი საერთოდ საცხენიდან მეიყვანეს ახალად ჩვენთან და დაიგავა ყველაფერი რაფერს უნდა ესაკეთებს ხალხს ეუბნება ვაკეთებ იტყვილება და დევეჯახეთ ამაზე წინ ვაშანიძე ნადიმმა უთხრა რომ ახლა თუ ხალხი კიდევ გიჯანხდება კაბინეტში ვეშამო ყოველ სხვა უთხრა ამოვიდა მაგრამ ბავშვი კიდევ ახლა ორი ბავშვი ყავს ერთი წნახევიცა ამან თუ შეშა ვერ მეიტანა გამდი გია ცინცაძე ილო ცინცაძე რაითა გათბეს ხალხმა ვაშლის ხალი დაჭეს შაშა მაშინ თუ არ მიშვებ ტყეში კომუნისტებს ავენ მეიტა ანტრაციტის სალიალკა და შევალ ამიტა ტყეში გიჟი ხომ არ ვარ თუ 10 ნახშირი 10 ანტრაციტი ახლა მე 20 ანტრაციტი რა არის ბოდიში ანტრაციტი უგოლიომ არის და ესე ქონახშირი ხო და იყო გასო 2 ტონა თუ ტონა ხვას მეიტანდი 30 მანეთში ტონას და შეუგდები და ცეცხლი ედი გოტორი შეყობრი და დელი გვეგანა რასობა ახლა ასეა ლაპარაკი რომ არ უყურებენ რა არც ერთი ხალხი ახლა კი რაიონმაზე გვეხმარა და ერთი 70-80% მოვდეთ მაგრამ 20% მაინც დარჩენილია შეაზე სიცივია 20% კი არა ერთი მოსახლე რო დარჩეს არა ერთი მოსახლე შეშარაკდა ტიროდა რა დაიკნასო და ბახში ბოლოში სხლები მოჭრა და იტანა აცხა ერთი თვიშა და ღარა თოვლია კინაში ზე რას ველაპარაკე აბარა ახლა რა მინდა გითხრა კიდევ ეს მოდი მაცალე ახლა სადაც კინოთი ერთი სოფელია თუ სხვადასხვა სოფელია რა მარადი წახ უკვე შეშა იმიტომ მარადიდი პარკში შევიდა მაიქ ზა გავაკეთე 12 კილომეტრი ტყეში მე ადრე მოიცა თუ გადადიხარ ახლა სოგან მაგი ცალკე ვიტრაბახოთ ახლა მაცალე შენ ახლა გინდა მითხრა რომ კირნატში არის თოვლი ალბათ სადღაც არის მოსახლეები რომელსაც არ აქვს შეშა ეს ნაღდია ხო რომ ამოვიდე მაშინ მოდი მაშინ მოусმინოთ ზარი არის ეთერში გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა მე ახლა უცებ გადმოვურთე რა საერთოდ სხვა არხს უყურებდი არაპოლიტიკურს და არა იმას სპორტულ არხს უყურებდი და გადმოვურთე და ვარ აღშფოთებული რა თუ ეს ყველაფერი არის სიმართლე და ახლა ისეთი პიროვნებები იქნა ნახსენები რომ დიდი ალბათობით ეს იქნება სიმართლე ძალიან დიდი ალბათობით მაშინ გამოდის რომ ხელისუფლებას ან ძინავს არ ვიცი ცენტრალურს თუ ადგილობრივს მაგრამ არ ვიცი ან ძინავს ან კლინიკური სიკვდილი აქვს იმიტომ რომ ეს კირნატის ზოლი ზოგადად
და ის გვარის რომელიც ამ პიროვნებამ ახსენა ხო ეს არის თითქმის სასაზღვრო ზოლშია რა ესე არ შეიძლება ხალხო საზღვარზე თუ რაღაც პრობლემა იქნება არა აქვს მნიშვნელობა კონფლიქტური არის ეს საზღვარი თუ არ არის და იქედან თქვა დღეს შეშა არ იქნება ხვალ სხვა რაღაცა არ იქნება ელემენტარულად დამაგრება გახდა ძნელი მერე სხვა პროცესების შეჩერება გახდება შეუძლებელი უბრალოდ და სანამ არიან კაბინეტში მანამდე გააკეთონ ეს საქმე მე არ ვიცი მადლობა დიდი მადლობა არ გამოვა უბრალოდ რა მე ბაბათი ბატონო გეთანხმებით მართლაც ახლა ჩვენ მე ახლა ამაზე პასუხს გევეცემი ამბობს რომ ხელისუფლება სალტყავსო ხელისუფლება მე კი გასო ოცნება ახლა ივანიშვილთან ასაკვე მაგ და სხვებთან მაგრამ რესპუბლიკელები იყვნენ თავიდანაც ხო ნაციონალების დროდანაც ხო და ეს შეესოცნები ჩამოვიდნენ სანამ რესპუბლიკელები იქნებიან საქართველოს სათავეში ძველი აჭარასკერა საქართველოს დაღუპილია ახლა შემომისვირი რესპუბლიკელებს რატომ აბრალებ კირნატში შეშას არ გაძლევს მე სადღეოს უბრალოდ აქედან დავიწყოთ იმიტომ რომ 5 მინისტრი ყავს თუ 4 და მათ არიან კიდევ სათავეში მე არ ვარ იქანი რომ გამოდიან და ჭიკჭიკობენ და ლამაზად რომ მათ ბავშვებს აცმენ აჭმევენ ლამაზად ლაპარაკობენ ყველაფერი ჩვენ ვართო მაგია დამოვიდა იცი პროსტო გული რაზე მტკივა აჭარელს პური ეკავა ბუხანკა შავი პური და გურული ებნება მომეძამა და მოგიფუნჩხავო თუ კინაჩი ამოიდა ჩემი პური მე და მომიფუნჩხო მაი ცოტა ნაფუნჩხაი სხვილი ნაფუნჩხა მომეძიაცო რა თქმინდა და არ მიფუნჩხავ ხო ახლა უყურე რა მოხდა ამ მესხიმაძია მე დავსვი რაიონში დასმულია მეხმარება ვარშანიძე მეხმარება ვარშანიძე ესე კაი კაცი არის კაი კაცია ეხმარება მაგრამ ზალა არ აქვს და გამიგედა თუ გაგურებენ გააჩერებენ სწორად არ აღვევთ თქვა ახლა რა მინდა გითხრა რა მინდა ახლა ის როცა ხო სატყევოზე ვლაპარაკო ხუთა პარკი რო გააკეთეს იყო მაჭახელას პარკი ხო როინ მალაკმაძე ეჯია სოფელმა მეც ვიყავ მეც ევჭე მე ვთავობდი მაგას და ჩლატებით მოვიდა რაიონის გამგეობაში მაგრამ მე შოკებით წევიდა მე გამიყიდა 2 მიწამა და დეუბრუნდი ხელვაჩავში მე მოსაკლავად ვდევდი მაგას ჩხუბი მქონდა ყველაფერი მაჭახელას არ ეღო თავისი გექტრობის კვადრატი მიათვალა ქედის რაიონის და თლიანი ლიგანის ხეობაში შევდა მაჭახელა კინათი თლიანად მაჭახელას იმაში პარკში გუშვა და გაზარდა ახლა ამბობენ რომ ბრძოლეთ 250 გექტარს ავწევთ და დააჩენილი იყო 126 526 გექტარი რომელსაც კინაჩი ტყის ძველი არ დამიეხსნა ასე და შამცილეს და მეიყვანეს სხვა იმიდან კინაჩი ქეთკედელი კაცი აჯარისყრელი კაცი კინაჩი გიას ეკნებაშია თუ წვერას ეკნება თუ შოთას ეკნება წინცაზე თუ წითელად ვიდას ვინმე არ უნდებიან და ასინე რა გააკეთენ ახლა მაქანი რა გააკეთენ ხო და მოხსეს დამცვის ის რა ქვია მეტყევე ახლა მეტყევე არ გვაქვს განცხადება დაწერილი 150-200 კაცი თუ 300-ს არ ვიცი შევტად დადიმ ვაშანიძესთან იმან დეიბარა გააგზავნა ყველგან გარემოში და თუ არ დანიშნავენ მეტყევეს კინაჩი თუ არ აწევენ ამ პარკს ზედ როგორც იყო ძველად საკოლონიო ტყე ცოდვა დარჩება მაგარი მიტინგები იქნება არ ეგონენ მე გავაკეთებ ხალხი გამოა მე არ ვაკეთებ ხალხი აკეთებს ხალხი მოდის მე წინ მოვდივარ იმიტომ არ მეშინი არავისიდან არ შემეჟინოს რაზე და შემეჟინოს ვისენა შემეჟინოს ახლა თავარი რა არის აქანი ძალიან გლახა მდგომარეობა სოფელ კირნატში ესა მოდი ძალიან არის მოусმინოთ და კირნატზე გავაგრძელოთ საუბარი გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მოდი შემინდა მოგიხადოთ რომ განმეორებით გამოვედი ეთერში წეგან პასუხისმგებლობის საკითხზე როცა დადგა საუბარი მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ ეგ მთავრობა რომელიც ჩვენ რა მე კონკრეტულად არა მაგრამ ხალხის დიდმა ნაწილმა აირჩია ხო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ იყო კოალიციური და როცა საუბარი მიდგება იმაზე რომ რესპუბლიკელები არიან რაღაცაში დამნაშავე ხო მაშინ გავიგოთ ეს კოალიციაში ეს რესპუბლიკელები ეს შემთხვევით აღმოჩნდნენ ვიღაცამ მოიმდომა და აღმოჩნდნენ ხო
რის გამო, რატო და კოლექტიურად გაიზიარებს ყველა იმ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ესე საუბარი იმაზე რომ ეხლა იმ ჯოკერში რომ პარაპარაზე თამაშობენ და წყვილზე და იქ პასკარდა ერთი და ვიღაცას გახიშტავენ და მერე იწყება მეწყვილის ძებნა პულკას აგებს მთლიანად ის წვილი და არა ვთქვათ მარტო ის მეწყვილი ვინც გასაგებია ჩემო ბატონო დიდი მადლობა ახლა ვებს ამაზე ჩვენ სხვა დროს დავუთმოთ ეთერი და სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად ეს რომ ახლა ბატონი დავითიც ახლა ცოტა ემოციური კაცი არის თავის გაჭირვებას აბრალებს რესპუბლიკელებს მასე არა ახლა შენ კინაჩი შეშეზარგაზრდებ მეტყევეს დააბრალებ და სასათქეოს უფროს რესპუბლიკური პარტია რაშოაშია გლობალურად რატომ მიდიხარ ახლა აბა გახედე რესპუბლიკური პარტიას რაშობა ჯარი მის ხელშია პარლამენტი მის ხელშია ინოსტრანი მის ხელშია ყველაფერი მის ხელშია ოცნება ხომ არ მოსულა მაგენი იყვენ აქა ნაციონალებამდე მერე ნაციონალები შეემატა და ერთად მიდის დამაზად ვინმე დაიჭირეს ერთი მე დავაშავ ახლა ქუჩაში გევიდე რამალე დამავლობენ ხელს კედლებზე მარბენიებენ ვინმე დაიჭირეს ანდა დაიჭირეს და 2-3 წელი ახლა ერთი დავარტყა 5 წელს მომწებენ მე ეს საერთოდ თავრობა კაცო არ თქვა რა პროსო ოცნების სახით გამოვიდნენ მაგენი ჩვენ ვიცოდით რომ ოცნება გეიმარჯვებდა გამიგე ხალხს ასეთი წმენა ქონდა მაგრამ ახლა უყურებთ ოცნება არის 10% დანარჩენი ისვენ ის ხარახურა ხალხი მოვიდნენ და ხალხს თავს ადგენენ მარტო ლაპარაკი მიდის პარლამენტში შენ რამდენი შეჭამე შენ რამდენი კინაჩი აჭარაში სოფლებში ხულოში კახეთში რა ხდება ეს ვინმეს არ აინტერესებს მარტო ერთმანებში დამდარი ტელევიზორში შენ რამდენი მე რამდენი შენ რამდენი მე რამდენი 30 წელია თავი გიმისივდა სმენას ერთი ეგ ჩამოვღე კაცო მიწის რეფორმა გუშვი მე ბაბუა მიყიდა ჩემი მიწები ხომ ჩაიდარგა კომუნისტებმა და ამართვა ამბობა იმოვიდა კომუნისტებიო და იმპერიაო აქ მართვა მიწები დაგვიდია 7500 მეტრო დანარჩენითაც ჩაიდარგა ყანები ვართვალდა თითოგოდოს იმის გვაძლევდა მე მახსოვს უკვე მაინდრო ხარაშო წევიდა კომუნისტები დამიბრუნე ჩემი კაცო ბაბუაის ნაკიდი მიწა დამიბრუნე ვისაძლევა ჰამან ვაშალომიძემ და დაიბრუნოს ლევან ვაშალომიძემ ჰამან სააკაშვილმა და დაიბრუნოს ჰამან იმან და დაიბრუნოს ბერძენიშვილებმა და სხვებმა და მე ვერ დავიბრუნო მე კაცი არ ვარ შენ რატო არ გაძლევენ მოითხოვე და პრაის მოწემა თელი ქალაქის საკრებულო თელი ჭუბი ღიამეთი და მიწას მართვალდნენ იგე ფული გადევხადე კაცთან და ისიც არ გიმიფორმეს და იგე რა გუფორმებელი მიწა დგას ბაღნის მიწა იგე იმდენი ფული გადევხადე იგენი გიხდის ახლა ერთი რა მითხარი ბატონო დავით რა მითხარი ახლა ესე იგი მიწა არ აძლევენ არა რეფორმა მაგრამ თავისუფალი მიწები არის იმაში რა ქვია კინაჩი აბა რა ლიქთათა მაგრამ ახლა რა გააკეთეს მართლა მაიკაი მომაგონებაში აქამდე იყო სათანგეში შემდებოდა ეკონომიკის სამინისტრომ დაიკავა ახლა მოჩოშ და კინაჩი მიკაცით რომ ეკაც ეკონომიკის სამინისტრო და ჩემ ეზოში ჩემ ბალეძიში აკლიძიში სოფელში ეკონომიკის სამინისტრომ დაიკავა მე ახლა თხილებს ვარ გავ რაღაცას ვარ გავ და ამოვიდეს თავრობამ და წეიღოს დედა ვატირე თუ არ დავაჭედო ტყვიაშუბში ვინც ამოაი შენ ეზოში შემოვიდა და შენ შეზოა და იგე 100 მეტროში რა თვითოცხოთ ახლა უყურე ხეხილი მოისპო თხილი ორტელტაჩი არ იქნება მოსავალი ჩაი არ არის რამე არ არის ახლა დაიტყორება იქეთ ხომ დაიტყორა ართვინი ბოლჭყა ახლა არ იყოს ძველად მასე უკვე მარადიჩი ვეგედეარი გედეარი ახლა ვეგედეა ახლა ეს ორივე დაიტყორება ხო ვაფშე დაგჭირება დიდვანი ვაენი პროჟექტორები რომ გედეარო მოსავალი არ იქნება სოფელი დაიცლება ყველაფერი მას სოფელი კი არ აინტერესებს მაგის აინტერესებენ კი ბორბალი ომბრუნავს ელოშვილი ხშირად იარება იმ ბორბალზე რომ როგდის წამოა ბორბალიდან დოლარი რომ დაიჭიროს ელოშვილი ახლა მუშაობს კალაძეს მოადგილია ბატონი კალაძეს მოადგილია და მე მაგას შევბიდი კინაჩი არ მოხვიდე რომ შეიძლება 15-დან სოქცევდა და გლახას დაგმართებდი რამდენი რატყვილო ხალხი გლეხიჯო კაც მეფერე გლეხს შიშამიე ასფალტი დუსხი ავტობუსი ახლა მე ვაშანიძე ნადიმ მადემ ეხმარა სოფელში ზევის სოფელში ავტობუსი ეუვა
არ მაძლევდნენ გარაში, იმიტომ რაცა დუმბაძეს ფირმა ყოფილა ის ჩვენი დუმბაძეო მარი აჭარელი. იგა მურმანაის. და შევედი მე აგერ ქალაქის მერიაში კიდაკეთა ზევწეყვილი და ინა შევიდა ავტობუსით ზევით სოფელში. და ლანახევასაც დებდნენ რაფს მოდრეკილი ვეჯდებოდნენ გოდრებით და ახლა გასწორებული ჯდებია ხალხი. და ასფალტით დეისხა ცოტა გეთება ყველაფერი რაღაცა კეთდება. კი, ეს. არა ჩვენი გამგებელი ნახდა და მოადგილე როდარაჯინი. ტრაქტორი, ტექნიკა ყველაფერს გვაძლევს. მაგრამ იმდენს ვერ გვაძლევს, რამდენს ვეკუთვნის. ზარი არის როგორც მანიშნებენ ეთერში მოусვინოთ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით გამარჯობათ მოქალაქე რობერტ ყურაშვილი გისმენთ გერაცვალე ობიექტივის ამ გადაცემა ობიექტივის ძალიან ისავა რა ხომაგი და თენდემბერი და ქალბატონი ირმეინაშვილი დავით არხამოურას და ყველა მაგრამ ამ სტუდიიდან ყოველთვის ისმის რესპუბლიკის ზაგება ნაციონალიზმზე ზაგება უფრო ნაკლებია შედარებით რა ვიდრე რესპუბლიკაზე და აგრა რომ თქვათ რა მართალია კაცო პროდასავლური ვარი ჩვენთვისა ბევრ რამ არა მისაღები დაუშვათ მაგრამ უნდა ვირჩიოთ ან ერთი ან მეორე აგრა ან დასავლეთს უნდა ვიყუროთ ან რუსეთის უნდა ვიყუროთ არ არის პროქარტული ვარ და პროქარტული საქმეს გააკეთე ბევრ ერაფერს ვერ გააკეთე ჩვენ კი არა ირანს დაუწყეს ეს არა ქვია სანქციები და რუსეთს უწყებენ ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და რაც შეეხება რესპუბლიკაზე მეც ვაღიარე რომ ბევრ შესაძლებლობას უშვებენ ძალიან ბევრს მაგრამ შენ კოლექტივი არ უშვებს ინდივიდები უშვებენ რომელიც არ უნდა დაეშვა მაგას შესაძლებელი მაგრამ მაგრამ რაც რესპუბლიკური პარტია ქართულოსნებაში არიან ხალხი ინტელექტუალები მაგრამ ამას ვერავინ ვერ უარყოფს რომ რესპუბლიკურ პარტიაში არიან ინტელექტუალები მასა განზებული ხალხი და ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაღაც აი ზოგჯერ გველიწილებიო ზოგჯერ რაღაცებიო და ცოტა ის არის რა არაკორექტულია ჩემი აზრით დიდი მადლობა ეთანხმებით ერთ ამბავში რომ რა არის არაკორექტულია თიმითხა რა ვთქვი ახლა ისეთი ყველა ხომ არა გლეხი რომ პარტიაში შევანვინმე მე ვამბობ თავი ხალხი რომელიცა დიდვანები ჩამავთვალოთ სახელი ვარი ყველა დიდვანები მოყარონ და მე გეუბნები ახლა მე რომ დამნიშნო აჭარის მეთაურად აჩილ ხაბაძის ადგილზე ისე ლამაზად წევიყვან აჭარას რომ გულით სულით ყველაფერი იქნება რიგზე რატომ 100,000 1 მილიონი შემოა ბიუჯეტში 1 მილიონში 100,000 მე საერთოდ დანარჩენ ხალხს მივცემ და მოახმარ ეგე 100,000 შემე 9,000 შეჭამ და 100 მომცემ გავტილიანდით რა დაგვრჩა ჩვენ და ახლა მიმტკიცებენ იქითაკეთ აბა ნახე აბა სხვადასხვა გვარზე ერთი შეხედეთ კაცო სულ ლაპარაკია ტელევიზიაში ყოველთვის ვუყურებ რომ ასეო ისეო ლაპარაკი მიდის და არ დაამთავრეს 30 წელი როის და დამთავრდეს მაგათი კუბოევსოს კაცო როის და დამთავრდეს ესე ხალხს როის და მიხედონ როის მანდანი და ფერდა ჩააბაროს გლეხმა კომპენსაცია ხომ და მიიღოს 91 კაცია 2 წელია სია გაკეთებულია და თურქს ვეგედერცენ იქა რომ თურქს ვეგედერცენ რომ ხალხს ფარი გამიცო და დღესაც დამთავრებული არა სულ ტყვილი რამდენი დაიგნას კაცო იმის არ იყოს მაიდამას აწიოს და იტყვიან რომ რატომ მიდიღავს როგზო ახლა მაგალითად 66 წლის კაცი ვარ მე თუ სულში მიწოხებე თუ გადავწყვიტე წევიდე და ამ ქვეყნიდან 5-6 წელს ხომ გავაგორე ისაგასაგორებელია ივი თუ რაზე მაგლიებ თავს მომეცი ისეთი შენჭამე დიდი ბუხანკა და მე მიმუნჩხე კაცო გურულის არ იყოს მე პატარებო მიმუნჩხე ახლა უყურე ძალიან გლახავ მდგომარეობა კინაჩი სატყეო და შეიცვალო დირექტორი გაიბიჭე ხელმაჩავში მაგრამ იმას მიმი არ უჯერებს ისე აბა გაიბიჭე როგორია არ უჯერებს იმას მიუჯერია თუ უჯერებს დიდი ძველი ზამმინისტრი მინისტრი ხულოშომ დააბესო ორჯერ თუ რაცა ეს ხელმაჩაურის მე მას შევბიდიო მე თხილაშვილი ანზონს პატივცემ ბაბუის დროიდან. მაგრამ მაგით თხილაშვილმა მეიყვანა და თხილაშვილი იქ ბევრგან ადაშევა პარლამენტში ჩვენი იგის სტაჟი მეტყევეთ მაგრამ ანათლად აჭარა იმაში. ხო და მაგასაც გააცუცულებენ. ეგო და ხალხს წვალება და ეგო კაცო
მომე ჩემი ერთი 8 კუბომეტრი შეშენამ დავწვა, გაუთბე. მე ხომ შენ მინიას აღთხო. მომეცი კაცო პური ვიყიდო. ხო? ითხილი ჩავაბაროდე მე ხმარე, ცოტა აზოტი მომეცი. ის დეპუტატი რომ ხავთ თქვენ. დეპუტატს თუ კირნათის დეპუტატი რო არის, ხო არის? ოცნებია, ხო არის? რაგვარია, იცნობ საერთოდ? კი, დიდმანიძე. ვერ რაშვება. რაკნას მე რომ ავტობუსზე წამოვედა ჩხუბი დევწე და არ დაეჭირე ჩემი თავი დეპუტატი წევყვე და უთხრა ნესტან შენ არ შეგეშინოს ვინმე ხელს ვერ მოგდებს მაგრამ შენ რომ მეხლები დეპუტატი ხარ და მე ვერცი მიყვანებენ მე რომ არ შემიშვეს ძალის შევე ეს მომყვა ერთი წუთი მოусვინოთ ზარიარე პირდაპირ ეთერში გისმენთ ალო მოგესალმებით ბატონო მერაბ მივესალმები თქვენ სტუმარს და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ამ სამართლიანად რო ლაპარაკობს ყველაფერზე. გაიხაროს მაგან და ყველა ქართველმა ასე უნდა დადგეს, გამოვიდეს და ყველა უსამართლობაზე ასე უნდა დავდგეთ ერთად და ავაკეთოთ მომავალი საქმე. ჩვენ ერთად ჩვენი ყველაფერს, თორა ამ უსამართლობას ისე ბოლო არ მოეღება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ახლა ჩვენ ჯგუფას ვამაყურებელო მართლაც ახლა ცოტა თავისებური ლაპარაკი აქვს იცით ხედავთ ბატონ დავითს კუთხური დიალექტი მართლაც ძალიან საყვარელია მე ძალიან მიყვარს აჭარული დიალექტი ხოდა განსაკუთრებით თუ ადამიანი ბრაზდება და საუბრობს მე ძალიან მიყვარს ეს საუბარი და ცოტა ღიმილის მომგვრელია მაგრამ ახო სიმართლეზე არის ლაპარაკი ახო თავის გაჭირვებაზე არის ჩათვალეთ რომ ერთი ჩვეულებრივი გლეხი დავით გაბიდაძე საუბრობს თავისი სოფლის გაჭირვებაზე რომ მართლაც ახლა სიცილში მართლაც ამაზრზენი ფაქტის მომცლენი ვართ რომ გავიგეთ რომ თურმე რამოდენიმე ოჯახი არის სოფელ კინაჩი რომელსაც შეშა არ აქვს ეს ხო რამოდენიმე ოჯახი კი არა ერთი ოჯახი და ერთი ადამიანი რომ იყოს თოვში მის გარეშე აქ უნდა ფეხზე დადგეს დეპუტატი იქნება გამგებელი იქნება რავი მთელი ხელისუფლება და ერთფრენებით უნდა მიუტანოს იმას სახში რაღაც გამათმობელი ხალხო თქვენ ეს არ არის სახუმარო საქმე და მერთმა დაიფაროს რომ ეს აღმოჩნდეს მართალი რასაც ახლა ბატონი დავითი ამბობს იმიტომ რომ მე ხვალე ბატონ დავითთან ერთად წავალ კინაჩი ავალ იმ სახში გადავიგებ ყველაფერს და პირდაპირ იქიდან წავალ სახალხო დამცველის კაბინეტში იმიტომ ეს არის სასიკვდილოდ ადამიანის გაწირვა ზამთარში თოვლში და მაღალმთიან სოფელში აჭარის როგორი სიცივეები იცით 3 მეტრო თოვლის ის ხო 3 მეტრო თოვლში 5 ყოფილა 85 მოგდება ადამიანი ესა ხო ესა სახლიდან ფეხს ვერ გამოადგა რა სიმით ჩაკუჩით წინდა მომაჩემი და ისე გუძიდა ვერ გეძებიდო რა დაგიქნა ეს არის მართლაც ძალიან ამ სოციალურ დაუცველებზე ხა ბატონ დავით თქვენ მოყევით რომ თქვენი სოციალურ დაუცველებზე მარტო ჩემზე არა ახლა მე მივედი რა უთხრა მამულაძეს მაგალითად მამულაძე რომ გადაგზავნილი აქვს რამეს არ წერენ შიგნით ფულა არ მოდის მეორე ცოტა რაღაცა უწერია იმას ფულა მოდის აქ რამეს არ წერენ რომ ყველაფერი არა გაჭირებულა ჩადის რაიონის გამგებელმაც მიმართა აჭარის დაცვის უფროსაკომ გამოდიოდა ეს სოციალების უფროსი იყო თემურას ქარცივაძე ხო მიწერა იგიდანაც მაგარი კაცი არის იმას რამე არ გაკეთა რაიონმა მიწერა ორჯერ და ყველგან რამე არ იქნა ახლა ვაპირებ ერთ რამეს შევდნენ და თბილისში და ის ვინც ბოლბალს აბრუნებს იქაც და ჩიფსლის ეგ და შევდნენ ერთი გამიგე ახლა რა ხდება იცი გლეხი მე ახლა მეუბნება ეს ცინცაძე გია და ბიჭები შიშა ვინ არის ცინცაძე ეს გლეხი და აჰა ახლა მე ორშაბათ მიმართავ თავრობას სამშაბათ ოთხშაბათ თოვლი იქნება ცებებს დავაბავთ წავალთ არც სატყევოიდან მეშინი არც გარემოიდან ევალ დროებით დავჭი და წამოვა ამოვლენ დაჯანიმებაზე მაგინ იქიდან სულს ვერ გამეიტანებენ არიზამენ მაგენ საქმე და ფერ არიზამ ხაბა ვისთან მე ხვალე ავიდეთ მე წამოვალ თქვენთან და ერთი გადამაღები მაჩვენე ის ოჯახი რომელსაც შეშა მიშა მესხის დასაჩაგრია სოფელი თუ ამავიდა ელაბაგელაბაგა ეს მიშა მესხი ხელვაჩაურში ზის თუ ბათუმში ხელვაჩაურში გადმოიყვანეს ძველი მინისტრი ახლა არის ხელვაჩაურში ძველი კადრი იმიტომ გადმოიყვანებს რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ძველი კადრი არის მეტყევე რომელმაც იცის თავისი საქმე და ეს რა უბედურებაა დეკემბერში რომ შეშაც მიცე ხო ესე მართალი ხარ ნოემბრის ბოლოს მაისის მაგან არ იცის
მაგან ისის მე რას დავმართებ მაგას შეიძლება სოფერს დავასწევ მაგას გამგებელს რატო არას დანაშაულებ გამგებელის ბრძანებას არ ასრულებს ეს სატყეოს უფროსი არ ემორჩილება არ მინდა ტელევიზორში თქვა რატო არ გინდა დადი ვაშანიცემ მე გაერთო უყურებდი შიანკინაღამ ხელდა კინაღამ შემა უთხრა მოკლა უთხრა ხალხი არ შემოვიდეს და ხალხი შემიეცი უთხრა მე ვიცი ამაზე უთხრა მაგრამ ეს იქეთიდან აღწელი და რა ყველას მისი წელი საიდან ახლა თბილისიდან უზენაესიდან აბარაბერა იცავენ ახალგაზრდა კადრები უნდა გაშვება შეცვლა უნდა კადრებს სოციალებშიც სატყეოშიც ყველგან ხალხი და დანიშნო ახალგაზრდა კადრები გაიარს მიხდება გლეხს ახლა მე თუ გამევწერე მე კიდე უხადე ჩემ ბაღანამ კიდე იყადა 60 ლარი და ევედი მოვშარე მე ვარ რატომ ვერ მითხრეს იცი მე რომ არ მიეცეს ჩემი გაკეთებული გზა ახლა ერთი რა მითხარი იცი მეც ახლა მეცხო სოფელში ვცხოვრობ არა მე მაგ ჩემი ტყე მაგალითად ჩემი ტყე იგა ვერავი ვერ შევა ვერც თავრობა შევა ვერც ვერავინ შევა ჩემია ის ჩემს სახლს უკან მომდგარია და რა ვიცი კი მაგ 200 თუ 1000 წელია ჩემია ის ხოდა დამჭირდება ხე შევდივარ მოუჭრიდა არა ყველა სარაგმაგი მაგ წითელაძეებს ხვებს მე წითელაძეების ტყეში არ ევალ და შოთას არ მოუწვი სახლეთავზე ანუ უკან ხანის თავზე ვერ მოუჭრია თვითონ შევალ კაცო აქ მისი ბაბუამის ადგილი შეავიდე ვეგეი ფორმა იმიტო მან სავს მაგას ხურმები დარგული ყველაფერი ახლა ხომ მევიყვაი ტყეში 12 კილომეტრი საერთის გუნდის თავში მე იმიტომ შემიშვეს იქა რომ მე წევალ მას იმიტომ ჩემ გაკეთებულ ხიძზე თუ მე ვერ გევია სხვა რა გავარუნდი მე ახლა იქა სვება ფული აკეთოს ვიღაცებმა რაცა მეიპარონ რაცა იქნა და მე იქანე ვერევდა რა ვაგეგადება მაგრამ ძალიან გვიან დევეჯახეთ ვაშანიძემ დეჯახა იგი თბილისი და იმდენიო 70-75% დაკმაყოფილდა იმდენი მოასწავთ ისიც დოიცი შეშა და მეტანოს მაისი ივნისი აგვიწო იმასთან რატო არ შედიხარ გარემოს დაცვის ვისთან შეხვიდე ახლა გვაქვს გარემოს დაცვის გარემოში შეხვალი ეხვალ მაგას გუდუღდან იმას კიდევ რა ქვია მესხის თვისო მე ვაძლევ კაცო მე ვაგეთებ ყველაფერსო არაფერი ახლა მე გარემოს დაცვაში ვიცნობ ძალიან ბევრ ბირს რომელიც არიან ესა რა ქვია ინსპექტირებას აკეთებენ და იმაშობია მე ვფიქრებ არიან ძალიან აი სპეციალისტები არიან თავის საქმის და პროფესიონალები არიან იმასთან რომ მიხვიდე შენ დავით გაბიტაძე ყველა მისწორდა გამეხმარეთ შეარჩება მაგი ახლა მიწერებს სატყეომ და დაწეროს ახლა განცხადება თუ ვაცა მიგდი გააკეთოს და გადაეცეს და გარემოს რომ ამდენი კუბომეტრი შიშაჭირია ზედაგინას შუშანეთ კობალეთ მაგალითად ყველას რომ ეს ახლა იგეგმება ახალწლამდე და მე მარტში მიდის გარემოს ერთად და ფეჩილები იწმება ზეთი ჩაკუჩი კაი ბატონო ახლა მე გეტყვით რაღაცას ახლა თუ ასე გაგზელდა რა კინათი თუ ასე გაგზელდა ომი დაიწყება მალე დაიწყება გეუბნები აი ნახავ თუ არ დაიწყება ახლა თუ ასფალტი არ დაასხეს აჯანეწყნა მაჯახლებრამდი ახლა იქნება მაგარი ომი თან დაფიცული არიან ბიჭები ციხეში მიდიან მაგის სომალი პლასმასების იგინი მაგის და გულკიდო აბა ფული არ მიეცი შენ ახლა შენ შეთქმულება გათქვი იცი შენ ესე იგი ბიჭებმა მოილაბარაღეს რაღაცა უნდა დავწავდო და შენ ხმა მაგლალა მე დაიწვასდა მე რომ მოგადგება მილიცია მე ისაც მაგას ვეთქვი რა არის თურქები ჩამოვიდნენ გაყიდა მიშა სააკაშვილმა კინათი სამლარში მე ვიყიდავდი ოსლაში გაყიდა სამლარში დანაჯენი საწევიდა თურქი ამბობს მე გადახდილი მაგ საიდან გიდიხადა ხელვაჩავის პავილონი ერთ ლაში გაგიდულია საიდან გიგიტრები ერთი ლარი გის ხელვაჩავის იგი არა მაგრამ ეხო გააკეთა იმ რაღაცა გააკეთა ფარა გააკეთეს და მოელაბარაგე გასგები რამე მაგი მე თუ ისო მიყო ხელვაჩავის ხელმძღვანელი ნაციონალებში ნოდა თურმანიძე თუ იგი გამგებელი დროებითი მაგრამ ამით ხაიცი აგასაღებდა და შენ შეიბარო მე თუ ჩამაბარებ მე უთხრა რაიონის გამგეობას მე მეთქი უთხრა მაგას მილიონი ბიუჯეტი რომ შემოვიდა შენთან მე უთხრა 100,000 მეც აღშევჭა მაგიდან 9,000 ხალხს მივცემ მე უთხრა და შენ 9 შეჭამე მე უთხრა მეტი გასუქდი მე უთხრა და 100,000 ხალხს მე უთხრა და არქნა მეთქი უთხრა მე რა უნდა ვქნა იცი ახლა უყურე მე უნდა შევიდე იმასთან რა ქვია
რაიონის გამგებელთან. უნდა შევიდეთ წინადადებით, რომ ეს დავით გამიტაძე ადამიანი, რომელიც თავისი სოფლის თითოეული მოსახლისთვის წუქს, ინფორმაციებს აგროვებს, ასაჯაროვებს, ლაპარაკობს, ხმამაღლა ყვირის ეს კაცი რომ ვის რა აკლია გამოაქვს საზოგადოების წინაშე, ყველა გაჭირება, ხო? ამ კაცს რატო არ ნიშნავ გამგებლად მეთქი? გამგებლად მე არ წავალ მე აზორ დევაზე გამგებელი იყო და მე ჩამაბარახება უთხარ. არა. რატო? არა კაცო, მე ისეც ვეხმარები. ახლა ფაქტიურად ვინ გააკეთა ჩემდენის? სამი კომუნისტმა კოლექტივის თავმჯდომარემ ყანებში გზავერე იყვანა. მე ჩემი ნასტინობით, ჩემი ძალით ყანებში გზები ეუღვაი. იქაც ევიღვაი ადრე. ხო და ახლაც ამან ტრაქტორი მომცა ვარშანიძემ, თელი გზები დაუხსედი, ხალხი ასეა, ლამაზათა, კარგათა. ხო გავიგე? მაი მეხმარება ახლა და მაზდობალიჩკა. მაგი შენ რას გეტყვის იცი? მაგრამ მოადგინე დევნიშო არ წამოიტყვის, იცი ხო? მაგრამ ვინ იყო მოკლული რომ ჩემეიდან აი მარევლა ოსეთში მე გამოვდა, დაკაჭაული მე გამოვუაი. ახლა მაგალითად სოფელში ვინც ხავად გახდა თბილისში მეც მიუყვები, ყველგან მე მიუყვები. იმიტომ მოდის კაცი, კაცო, ჩემთან მოდის, ჩემთან ოჯახში დილას 5-6 კაცი წავყვები. ვინმეს ვასალმებდნენ. დაზია წავყვები შემიძლია. მაგრამ თავრობამ უნდა გეითვალისწინოთ. ახლა დაიწყება ამერამ ჩავთობ ტელევიზორს და მარტო. ის იმასებნევან შენ ვინ ხარ? მე მართალი ვარ, მე ვიყო საქართველოს პროკურორი. მაგის 50% ყველა თემზე შევკრიჟინე. და მოთავდება საქართველოს და ხალხადრებს გულში. ახლა მე ძალიან დიდი დახმარება გიმიგეთა. მე ნაცვალეს თუში დავით თარხარ მოურავა იმ დღეს. გახსოვს კინა შემოვიყვარ? რომ თქვი ინაცეგის და გიორგი საგაძე ურამეთკის. ვაი კაცი, მე ძალიან მევასება, კაი კაცია. მაგრამ ვინმე უსმენს? არ უსმენს და. ახლა ირმაი და მეცინება. ირმა 80%-ით გეიმარჯვა. ხიდაშელმა ავტომატებით წალტვა. მაგრამ მე მენევი შენ საქართველოს კანონზე, რომელ კანონზე? ავტომატებიანი ხალხზე? გეკითხები, ავტომატებიანი ხალხია გემაგე. ხიდაშეს რა უნდა? ამერიკის საზოგადოებას არ შეგეკითხენ ხო იცი? არ შემიძლია ვთქვა. Женщина может будет или нет, разберитесь куда. Нету, да, разберитесь как это. Почему? Потому что женщина есть, это Tana женщин მიხ. აჰა, კაი. ვერი აღარ გააგზელო? არ გავაგზელე, მაგრამ ეს რაფერა იცით რა. ვიო, სახში რომ ხალი გეყოლება უფროსი. და ყოველდღე გეკვის დაჯეკადეკი დაალაგე. რასაუნდას გამოვხსენები. კაი ბატონო დავით, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამით ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონო დავით რომ იყავით. დიდი მადლობა რომ ძალიან ასე პოზიტიური საღამო გვაჩუქეთ დღეს, მაგრამ სევდიანი და ჩვენამეთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობელი ვარ რომ დამპატიჟეთ 25 არხზე, ჩემი გულისკივილი ობიექტივზე ხარ. ობიექტივზე. ხო და ჩემი გულისკივილები გეიზიარეთ. კაიხარო. ხო და ჯერავს რომ ცოტას დამეხმარებით. აუცილებლად. ერთი მესამედი რომ დამეხმაროთ, მე მეყოფა. კაი კაცო. ჩემი სიმართლე რომ დაამტკიცოთ. დამთავრდა. დაიწყო.